იშვიათი დაავადება ევროპის განმარტებით არის დაავადება, რომლის სიხშირეც არის 1-2000-იან ნაკლები. ხშირად ასეთი დაავადებების დროს ცნობადობა არის ნაკლები ექიმებს შორის, საზოგადოებას შორის. თუმცა ერთად აღებული ყველა იშვიათი დაავადება არც თუ ისე იშვიათია და მათი იშვიათი ბუნებიდან გამომდინარე ხშირად ასეთი ადამიანების, ასეთი პაციენტების დიაგნოსტიკა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს ეხება როგორც დიაგნოსტიკის საშუალებებს და ცნობადობას ექიმებს შორის, ისე სირთულეებს ხშირად ესეთი ადამიანები გრძელ დიაგნოსტიკურ ოდისეას, ანუ გზას გადიან, სანამ ისინი ბოლომდე მიიღებენ ხოლმე დიაგნოზს და წლების მანძილზე შეიძლება ადამიანები დიაგნოზის გარეშე იყვნენ, ან მათ შეიძლება ჩაიტანონ უამრავი კვლევა, ანალიზი და საბოლოო ჯამში დადგენილი არ ქონდეთ ის გამომწვევი მიზეზი, რაც იწვევს მის დაავადებას. თუ არის ჩვენთვის ცნობილი, ასე ვთქვათ, დაავადებები, რომელიც მიეკუთვნება იშვიათ და არადიაგნოზირებულ დაავადებებს, რაც ვთქვათ საქართველოში ვრცელდება. ზოგადად არის საშუალოდ 7000-ზე მეტი იშვიათი დაავადება. აქედან ქართული ვთქვათ აუდიტორიისთვის და ექიმებისთვის ყველაზე კარგად ცნობილი აქონდროპლაზია, სპინალური კუნთოვანი ატროფია, ცისტური ფიბროზი, დუშენის კუნთოვანი დისტროფია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, საქართველოშიც არიან ამ დიაგნოზით და სხვა იშვიათი დაავადების დიაგნოზით პაციენტები. ეს არის გენეტიკური დაავადება, აი რა შემთხვევაში შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანს იშვიათი და არადიაგნოზირებული, ასე ვთქვათ. მოდით განმარტავთ, გენეტიკური დაავადება გულისხმობს, რომ ადამიანის გენეტიკურ მასალაში არის ეგრეთ წოდებული შეცდომა, რაც მის ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებს იწვევს. შეიძლება გენეტიკური დაავადება იყოს მემკვიდრულად გადმოცემული, რომელიმე მშობლისგან, შეიძლება ეს იყოს ეგრეთ წოდებული სპონტანური დენოვო მუტაციის შედეგი. და შესაბამისად, იშვიათი არის ხოლმე ასეთი გენეტიკური დაავადებების უმეტესობა არის იშვიათი თავისი ბუნებიდან გამომდინარე. და რა არის ის ასაკი, რა ასაკშიც ყველაზე ხშირად ვლინდება მსგავსი ტიპის დაავადებები, თუ არის გარკვეული ასაკი ამ დაავადებების გამოვლენის? ზოგადი სტატისტიკით იშვიათი დაავადებების უმეტესობა დაახლოებით 85% პედიატრიულ ასაკში ვლინდება და ეს არიან ახალშობილები, ბავშვები, რომელთაც ადრეული ასაკიდან აღინიშნებათ ხოლმე უცნაური, ხშირად აუხსნელი ჩივილები და მრავალი ანალიზის და კვლევის შედეგად შეიძლება მათ დიაგნოზი ვერ მიიღონ. რომ ადვილი არ არის, განსაკუთრებით საქართველოში არ არის ადვილი დიაგნოზის დასმა. მთელ მსოფლიოში ვიტყოდი, რა პრობლემებთან არის ეს დაკავშირებული? ვიტყოდი, რომ დიაგნოზის დასმის სირთულე არა მხოლოდ, ვთქვათ, ექიმის კომპეტენციით შეიძლება არ იყოს განსაზღვრული, შეიძლება ძალიან კარგი ექიმი იყოს, ვინც მართავს პაციენტს, მაგრამ ამოცნობა ასეთი დაავადებების და დიაგნოსტიკაში ჩვენ გულისხმობთ, ხშირად გვჭირდება მაღალტექნოლოგიური საშუალებები, სეკვენირება, ეგზომის სეკვენირებას ვეძახით, რომელიც 20000 გენს, ანუ ზღვა გენეტიკური ინფორმაციის გაშიფრვას, გაანალიზებას მოითხოვს. საქართველოში ჯერ ჩვენ ესეთი საშუალებები არ გვაქვს, გარდა საბაზისო ანალიზებისა და ამიტომ ხშირად გვიწევს ხოლმე ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნა დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში და კოლაბორატორ უცხოელ კოლეგებთან. რაც შეეხება უკვე მკურნალობის პროცესს, მას შემდეგ რაც დიაგნოზი დაისმება, რამდენად არის საქართველოში გარემო იმისთვის, რომ მსგავსი დაავადებების მკურნალობა მოხდეს? საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, რა თქმა უნდა, მკურნალობა იწყება სწორი დიაგნოზის შემდეგ და ამიტომაც არის მთელი მსოფლიოს ძალისხმევა მიმართული იმისკენ, რომ დაისვას დიაგნოზი. სამწუხაროდ დღეს მთელ მსოფლიოში გენეტიკური დაავადებების და იშვიათი დაავადებების უმეტესობისთვის მკურნალობა სპეციფიური, გენსპეციფიური, თქვა მკურნალობა არ არსებობს, თუმცა არის რიგი განკურნებადი, მართვადი დაავადებები, სადაც დიაგნოზიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია პაციენტების მდგომარეობა გავუმჯობესოთ და პრევენცია გავაკეთოთ. საქართველოს ხელმძღვანელობს საერთაშორისო გაიდლაინებით, როდესაც ასეთი დიაგნოზი ისმება და როცა ჩვენ უიშვიათეს დიაგნოზებზე გვაქვს საუბარი, სადაც აქაური გამოცდილება შეიძლება საკმარისი არ იყოს, ჩვენ გვყავს მეგობრები, კოლაბორატორები, ექიმები, ვინც გვეხმარებიან ხოლმე ესეთი რთული პაციენტების მართვაში. თუმცა რიგ შემთხვევებში ოჯახებს უწევთ ხოლმე წასვლა საზღვარგარეთ იმ სპეციფიური მკურნალობის მისაღებად, რაც საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის. და ბოლოს მინდა გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ კონფერენციის გამართვა, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ამ მიმართულებით ცნობიერების გაზრდა საზოგადოებაში?
ვიტყოდი, რომ კონფერენცია, რომელიც ჩატარდა 2 დღის მანძილზე, საქართველოსთვის იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ღონისძიება. ასეთი მასშტაბის ღონისძიება გენეტიკის დარგში ჯერ საქართველოში არ ყოფილა. ამდენი უცხოელი დარგის ექსპერტის ჩამოსვლით და მათი მოხსენებებით. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას და უწყობს უკაც ინტეგრაციას ევროსივრცეში. ჩვენ უამრავი პროექტები დაიგეგმა ერთობლივი კვლევები, ისინი თავიანთ მხარდაჭერა გამოგვიცხადეს, როგორც გარკვეული რესურსების არ მქონე ქვეყანას ხელი შეგვიწყონ ამ დარგის განვითარებაში და ეს ძალიან სასიხარულოა.